გურჯაანის სამუსიკო სკოლაში ცნობილი კომპოზიტორის კახა ცაბაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. სამუსიკო გაერთიანების პედაგოგებმა და აღსაზრდელებმა მამაშვილ ცაბაძეების უკვდავი მელოდიები ააჟღერეს, რასაც დარბაზში შეკრებილი მაყურებელი განსაკუთრებული ოვაციით შეხვდა. დაუწყარი საღამოს დასასრულს კი კახა ცაბაძემ და სამუსიკო გაერთიანების აღსაზრდელებმა დამსწრე საზოგადოებას გურჯაანელი ახალგაზრდა პოეტის დევი სიმონიშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერის პრემიერა შესთავაზეს. ყოველთვის ვამაყობდი ჩემი რაიონით და დღეიდან ორმაგად ბედნიერი ვარ და კვლავაც ვიამაყებ, რომ ასეთი ნიჭიერი ხალხი ყავს ჩემს რაიონს. ბატონი კახა გახლავთ ჩემი მეგობარი და იმდენად თავდაბალია, რომ გუშინ დამირეკა და ისე მოკრძალებით ვითხრა, რომ ხვალ მამაო, შემთხვევით გურჯაანში ხომ არ იქნები. ეხლა რა ხდება? აი თუ იქნები გამიხარდებაო და ნამდვილად გახარებული ვარ და ბედნიერი ვარ. ადამიანები ეკლესიაში დადიან იმიტომ, რომ უკეთესები გახდნენ, მარხულობენ, ეზიარებიან და თუ ასეთ საღამოებს მოისმენენ, საზოგადოებაში ბოროტება შემცირდება და სიკეთე გაიმარჯვებს. გილოცავთ გურჯაანელებო, წყინვალე ჰიმნი გვაქვს დღეიდან. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ დღევანდელ ჩვენს სტუმრებს, ბატონ კახა ცაბაძეს, ბატონ დევი სიმონიშვილს ამ შესანიშნავი ჰიმნის დაწერისთვის, ასე ვთქვათ, შესანიშნავი საღამო გამოვიდა. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს, გურჯაანის სამუსიკო გაერთიანებას, მის დირექტორს, პედაგოგებს, ბავშვებს, მონაწილეებს ასეთი მშვენიერი საღამოს მოწყობისათვის. ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი გურჯაანელებისთვის და უღრმესი მადლობა სტუმრებს და მონაწილეებს ყველას ერთად. მე მინდოდა რაღაცა ჩემი სითბო სიყვარული გამომეხატა ამ ძვირფასი და არაჩვეულებრივი ქალაქის მიმართ, როგორც არის გურჯაანი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. და მინდოდა ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა. ნუ აგერ დევი სიმონიშვილი გურჯაანელი კაცია და ვთხოვეთ, რომ აბა გურჯაანულად ვიცი რა გამოგვივიდა, ეს უკვე გურჯაანელებმა გადაწყვიტონ. ნახოთ. თავარია რომ რაღაცა გაიჟღერა, ბავშვებმა იმღერეს და სხვათა შორის ბავშვები როცა მღერია და თუ მოწონთ, ეს იმის ნიშანია, რომ კარგია. ემოციებისგან არ ვიცი, საიდან დავიწყო, იმდენად რამდენადაც ბავშვობიდანვე მქონდა მუსიკასთან შეხება და ყოველთვის მქონდა ოცნება რაღაცა ჩემ რაიონზე, რაღაც შექმნილი იყო და მომეცა ეს უნიკალური შანსი, რასაც მე მგონი მაყურებელი დადებითად შეაფასებს და მეც მივიღებ უზარმაზარი სიამოვნება და ხალხსაც ექნება ჩემგან ესე დავარქვათ სახსოვრად ეს ლამაზი ტექსტი ბატონი კახა ცაბაძის სიმღერას. საბაზრუგებლო ნებისმიერი პრემიერა, მithumeles კახა ცაბაძის სიმღერის, თან გურჯაანის სიმღერის, რა თქმა უნდა და ჩვენ გვინდოდა რომ თან გურჯაანის მიგოოცა ახალი წელი, თან მთელი საქართველოსთვის და მგონი გამოგვივიდა კიდევაც კარგად. გოგი ცაბაძის და კახა ცაბაძის საღამო იყო, ძალიან კარგად ჩაიარო, ფიქრობ და კარგადაც დაიხურა გოგი ცაბაძის ამ ახალი მშვენიერი სიმღერით. ჩვენმა მოსწავლეებმა შესანიშნავად დააგვირგვინეს ეს ღონისძიება ამ სიმღერის პრემიერით. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო კომპოზიტორს და ლექსის ავტორს. დიდი მადლობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის და მერიას თანადგომისათვის და ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას მოგილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. ბედნიერების, სიხარულის და წარმატების წელი ყოფილიყოს.